შენ სად დადიხარ დეიტებს? ანასტასია. სად დადიოდი საერთოდ დეიტებზე? დადიოდი? ხო, არა, ისევ დადიხარ ისევ? ხო. მე სხვა კაცებთან? ნუ ჯდეით ქმართან შეიძლება რა. არა, რატო ქმართანაც დავდივარ ხანდახან. არა მარტო სხვა კაცებთან, ხო? ნუ ხანდახან. ხო, მე დავდივარ, მაგრამ ძირითადად არის რა, ხო, ანუ მე მიყვარს ჭამა და ამიტომ ამან იწის ეგ, ამიტომ სულ რაღაცას ანუ სადმე რესტორანში ან კაფეში დავდივართ. ამან ქმარზე თქვით, ხო? ამან არ არის ის? არ ვიცი როგორ ეძახით ერთმანეთს. ანასტასია, ოდესმე შენ ყოფილხარ წყვილურ თერაპიაზე შენს ქმართან ერთად? არა, არ ვყოფილვარ, იმიტომ მე დავდივარ თერაპიაზე და მე მგონი ყველა პრობლემა რაც ჩვენ შეიძლება რომ გქონდეს, ისე მან გადავალახებ, ისე ვთქვათ. და ჩვენ საკმაოდ ღია ურთიერთობა გვაქვს, ანუ იმიტომ სულ რამე პრობლემა თუ გვაქვს სხვა ადამიანებთან მივდივართ. ეგ არის ღია ურთიერთობა. Open relationship. No, არა, ანასტასია. No, ღია კომუნიკაცია, მაშინ რა ვიცი როგორ არის. მოკლედ ჩვენ საუბრობთ ჩვენ პრობლემა. გახსნილი რა? შენ რა გაგახსნილი ახლა? ფეხები როგორც ჩანს, მაგრამ კარგია რომ ჯინსებში ხარ და არა რამე. რავი, შოტლანდიურ იმაში. კვედა ბოლო. როგორც ხარ ხოლმე ხანდახან. ხო, ნუ მე როცა ჩემ თავს ვეფერები სახლში. შოტლანდიურ და გუდასტვირი რო აქ რაღაც თან იმაზე რო უკრავს. მე მგონი რომ საერთოდ ანუ ჩვენ ქვეყანას სჭირდება ტერაპია. იმიტომ რომ ეხლა რამოდენიმე დღის წინ მე მქონდა ჩემი პირადი თერაპია და ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა რა არის შფოთვა. ანუ რა ზოგადად რატო გვაქვს შფოთვები? შფოთვა არის, როცა ჩვენ გვაქვს რამე სურვილი, მაგალითად, აი მე მინდა ეხლა მარცხვი და მე რომ აი მინდა მარცხვი და მე ვფიქრობ, რომ აუ ეხლა ის მარცხვი ქვევით არის და ის უნდა დავალაგო, რაღაცა მე გავრეცხო და არ ჭამ მარცხვს. და მე ეს სურვილი სადღაც რჩება, რომ unfulfilled wish როგორ არის? შეუსრულებელი მისია. შეუსრულებელი მისია არა. როგორ არის სურვილი? შეუსრულებელი? განუხორციელებელი სურვილია. აი ეგ. რა როგორ? განუხორციელებელი სურვილი. რაღაცა მხოლოდ ხორცი გავიგე და. გა. Excuse me? გა. გააჯვი? გავაჯო, okay. ვერ მივხვდი. ხო და ეგეთი ბევრი სურვილი. და ბევრი სურვილი რო გვაქვს ჩვენ, ანუ მე მგონი რომ ვამბობ რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება თერაპია, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ქონდა ეგ სურვილი რომ ეს კანონი არ მიიღოს და რაღაცას ყოველდღე ემოცია ქონდა და უკან უნდა დავაბრუნოთ სადღაც ახლა. მაგარი ანალოგია. ახლა გეცოდინებათ. თურმე რატო გვაქვს დანძრეული? მარცხო შეჭი. დაბრძანეთ, გამარჯობა. სიამოვნებო. დაბრძანდით. აშკარად სუსიდან არის. მარიანა. ეგ არის სვიჩიანი და უნდა ჩართოს. ხო, ეგ უნდა გაიხოთ, იმიტომ რომ სამცხაოდ არ გვაქვს ორი მიკროფონი. ხო. და ამაშიც გამოვლინდება თქვენი მეგობრობა, რომ რამდენად ის არის. კაი, კიდევ ერთხელ რა ქვიათ? მარიამი, ნინო. და ჩვენ ვართ. რაშია თქვენი პრობლემა? ბიზნესი ვერ გაიყავით? პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ თერაპია ხო არ არის მარტო პრობლემაზე. არა, ხო, უბრალოდ შეგიძლია. ძირითადად რამდენი ხანია რაც მეგობრობთ? პირველი კლასიდან. და ეხლა რამდენი წლისები ხართ? 29-ის ხვდებით. უკაცრავად ვერ მივხვდი რა დინამიკა გაქვთ რომ ის მხოლოდ მე ვეხმარ. მე მიკროფონის დასაჭერად ამოვედი. ეს არის მიკროფონის დამჭერი. კაი, პირველი კლასიდან ხართ მეგობრები, ხო?
ხო, მაგრამ შუაში რაღაც ბრეიკი ქონდა რა. ანუ განზრახ არა, ესე მოხდა. სხვა სკოლაში გადავედი მე და ეხა ისევ დავმეგობრდით თავიდან. ეს იყო ის ადამიანი, ვისაც სხვა მეგობრები გაუჩნდა იქ უფრო მდიდრულ სკოლაში, ხო? სად გადახვედი სასწავლებლად? ძლიერები და სუსტები რო იყვნენ მათემატიკის კლასში. ეგეთი ნაბოზარი სკოლები რო არის. ხო. 5 იქით, 3 აქეთ. ცალ-ცალკე საკლასო ოთახებში. სად გადახვედი სასწავლებლად? ამერიკულ აკადემიაში ესე ქვია. რა თქმა უნდა. და იმიტომ ის გადმოდი რომ ამათ ფული არ ქონდათ გადმოსასვლელად. და რა ოდესმე თუ მოგეწონათ ერთი და იგივე ბიჭი? არა, მარიამს ყავს საქმრო, ეხა რომელიც აქ არის და არა მოდის. რა ყავს? საქმრო. ფიონსე. ოკეი. მადლობა. ფიონსე. არა, მე მეგონა საქმე აქვს და ვერ მივხვდი ანუ აქვს საქმე და შეყვარებული. მეგობარი ბიჭი. მეგობარი ბიჭი? მე ბევრი ეგეთი მეგობარი მყავს. No. მეგობრები, ბიჭები რა იყო? თქვენ ეგეთი მეგობრები ხართ? კი პირველი კლასიდან ერთად ვართ. ჩვენ სამნი ეხა ვიყავით ორნი ხართ ეხლა. Taylor Swift-ის კონცერტზე. ანუ ამათ რა თერაპია უნდა ცეჩემა. აი ესე აქვს ცხოვრება, აი. ვინმე ამოთ. ნაცებმა რომ ამა თქვენს ბიზნესი წაართვა რამე მოხევით ბიჭო ეს რა არის რა Taylor Swift-ის კონცერტზე კი არა YouTube პრემიუმი არ მაქვს და რეკლამებით უსმენ მუსიკას. რა ხალხი მომიწრია. ამერიკული 30 წლიანებიდან არა მოვიყვანოთ მეთქი არ გითხარი. ჩვენ მეგონა რომ რიგი იყო და რიგი, აბა იქ დგანანაი. და მარიამ, შენ რატო არ მოხვედი? შენ საქმროსთან. არ გამომყვა. არა მომყვას წინათ. ეგ მე პრობლემა. უკვე პრობლემაა, ხედავ? აი, შენ და შენ საქმროს რა პრობლემები გაქვთ? დავაძალოთ? არა, ნინომ თქვა. მიდი ნინო შენ წადი. საქმრო ამოხვალ. აუ. დავაბულინგოთ ამას, არა? მაიცა რომელი წითელი რო აცვია? რომა. რომა. სამი, კაი არ გვინა ეგ. რატო? მუდო არის შეჩემ. ამო რომა ჩუმად იყავი. ჯვავს თელ გადაცემაში. წადი გთხოვ საერთოდ, სუდი ენერგეტიკა შემოგაქვს. კაი, მოდი რომა, მე ეგეთ რაღაცებს არ ვილაპარაკებ შენზე. მართლა. ვის უნდა რომ რომა ამოვიდეს? ბოდიში რა კაცი არჩია, მაგრამ ნუ იმის ბრალია რომ ამერიკულ სკოლაში გადახვედი. ბიჭო, ვიღაცების ტაშის დაკრულზე დადი ხარ? აი ძლივს ამოდის. გამარჯობა. მარიამ, მე მივხვდი რომ შენ შორტებიანი ხალხი მოგწონს, ხო? თავარია ბრიჯები არ იყოს. ნუ ეგ კი, მაგრამ უბრალოდ შენ ესე რო გაწვია და ყველა ის ვინც შენთან არის, რა ვიცი, თითველები არიან. მარიამი არის ოქტომბერში. მე ძალიან მცივარ. რომა არის სტამბოლში დაბადების დღეზე. ბრანჩზე შორტებით არაო და დავრჩი ესე გარეთო. საქმრო ეს ნიშნავს რომ უკვე მალე გაქვთ ქორწილი? არ უტყოდი. ოპა. მე მგონი გასაგები რატო არის საჭირო თერაპია ახლა? ხები არ გითხოვია ჯერ? არა. აბა რატო საქმროს რატო ეძახი? შემთხვევით ეს ბეჭედი აღმოჩნდა მის თითზე თუ რაღაც პროცედურებია ჯერ საქმრო მერე ქმარი რაღაც. ხო. ხო, მაგრამ როგორ მოხდა ეს ბეჭედი? ეგ მეგონი ჩაოლებრივი ბეჭედი არის? თუ ეური დავლიე, მოკლედ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოხდა რა. ოკეი. მაგრამ შენ კონდა უკვე დამზადებული ეგ ბეჭედი სადღაც. მეკეთა კი. როგორც ხედავ, თქვენი დაწყვილების ამბავი,
სილამაზესაც ეხება, ხო? რაღაც ლამაზი წყვილები რო არიან ხოლმე, ხო იცი? ეკჰარტ, კი. ლამაზები. რომა. შორის აი ჯგუფები რო იყო ხოლმე ყველაზე ლამაზები რაღაც გახსოვთ? მან იყავით არა, არასოს არ ყოფილვარ და ყოველთვის გული მწყდებოდა ხოლმე. და ეს იყო, ხო? ეს იყო. სად გაიცანით ერთმანეთს? ეს ჩემი ყველაზე საყვარელი კითხვა და ამბობენ რომ მე ვარ ვინ არის მაია ასათიანი აი ეგ ვარ მე. სად გაიცანით ერთმანეთს? ან ფაბრიკაში, ან ღვინის ქარხანაში. ინდუსტრიულ ადგილებში. მუშაობის პროცესში თუ არა. ეს ბრანჩზე იყო და მე მუშაობ. და რა საქმიანობ? სტარტაპერი ვარ. რა თემატიკით? აი გიფერი არის ერთ-ერთი ჩემი ბიზნესი. გასწრაფად. გასაგებია მარიამ რატო დათანხმდი ამ მოკლედ. მე ლონდონში მუშაობ და პოტენციურად აგენტი ვარ. და მაინტერესებს რატო არ გაქვთ დაგეგმილი თარიღი, როდის გაქვთ სხვათა შორის გეგმავდით, მაგრამ ეხლა უფრო ემიგრაციას ვგეგმავთ. მაინც მაგას სერიოზულად ამბობ? არ ვიცი, იმედი არ. ანუ ერთად ცხოვრობთ უკვე და მშვენივრად ვართ, მაგრამ აი ქორწილი უკვე. ხო, ნუ გასაგებია მაშინ. ოკეი, ოდესმე. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ხელი მოაწერთ. სხვათა შორის თუ არ იცოდით, თუ ერთად ცხოვრობთ 3 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით, თქვენ ერთად უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახედები. მანამდე მე უნდა ვიხადო? ოპა, მიდი. მიდი. ენერგიას მიყევი. და სადღაც მივართ. მაგი და არ მაქვს რომ დავაბრახუნო. მიდი დააბრახუნე ზმა. ბოთი აი, გატეხეს. პრობლემა რა არის თქვენ ურთიერთობაში? ეხლა ყველა იმაში არის წყვილში პრობლემა და თქვენ შორის რაღაც უნიკალური რა არის? მე PlayStation-ს ვთამაშობ ხოლმე და მარიამს ფილმის ყურება უნდა, Taylor Swift-ის სიმღერების მოსმენა. აჰა. და ალბათ გამიგებთ რომ PlayStation-ი ჯობია. მე სამა კაცმა დაუბრა. სამა კაცმა. ალბათ შენ? მარტო არიან და აი. ამიტომ. PlayStation-ის გარდა რო გავცდეთ კიდე, რო ღეჭავს კევს ახლა მაღლა და ეგეთი არის. ეს ეხლა ღეჭავს, იმიტომ რომ ნერვიულობს. მისი მშობლები მაღიზიანებს რაღაც ეგეთი მჭირდება რა ხვდები რა. არ ვიცი, მე ჩავეჭიდო. მგონი ჩემი მეგობარი იძახის რომ რაღაც ჰანიმუნ პერიოდში ხართო, აი ანასტასია რამდენი ხანი რაც მიცის. იცნობთ ერთმანეთს? 2 დღეა. 3-4 წელია. ჰა? 3-4 წელია, ხო? დღე გაიგე? არა, არა. და რამდენი ხანი ხართ ერთად? 3-4 წელი. არა. იცნობენ ერთმანეთს 3-4 წელი შეიძლება რომ დაახლოებით. ეგრევე? მაგრამ მეორე დღეს უკვე всё. თითქმის 8 თვეა ერთად ხართ. რას ნიშნავს ეგრევე? ნუ ჩემი პირველი ფაიმანი ჩემ მეუღლესთან ხო იყო 13 საათი. დილიდან შევხვდით ბრანჩზე და მე ღამის პირველ საათზე მორჩი და მაგიდან შოას უყურებდით, რა შევდით. არა ჭამდით ძირითადად. რამოდენიმეჯერ. ვაუ. მართლა ხალხი მოდიოდა ჩვენთან რაღაცა მისი მეგობრები მე რაღაც ვიღაცას შევხვდე და მოკლედ ერთად ვიყავით და ეს იყო ის დღე და მის შემდეგ 8 წელი იქნება სექტემბერში და რავი. ეგეთი აიმნები მე და ჩემ გოგოებს გვაქვს ბრანჩის შეხვედრებზე და ზუსტად თითქმის 13 საათი გრძელდება ხოლმე მე მთვალი გოგოები მოვდივართ სახლში და რომას ვაღვიძებთ. და რას აკეთებთ? რომა! რომა! შია! 2 საათია. როგორი დამოკიდებულება გაქვს აი მეგობრებთან? მეგობრული სხვათა შორის. 13 საათი რო გადის ახლა. და თუ რამე მოგვინიშნე. ანუ ეს ხო იცი რა ბონუსს ვიწერ. არა, ხო, არ მომწერო. ღამის 4-ზე. იცით რა მაინტერესებს და მარიამ შენ იცი რომას ყოფილი შეყვარებულები? იცნობ? მეგობრობ? ანუ იცნობ რა მხრივ და ეს სტოლკერე?
ანუ ფეხი როგორ უთამაშებს? ოფის სვეტი შორტი. არა, მარტო PlayStation-ი არის ჩვენი პრობლემა. და ამას რო ფილმების ყურება უყვარს, მე 17 ყოფილი ყავს იქ. კარადაში. შეტენილი. ოკეი. არც იცი ვინ იყო შენს წინ? უკან, სხვათა შორის პირველი ურთიერთობა იყო, როცა არავინ არ დამისტალკერებია. ძინა ურთიერთობა და ეს? ხო. აქ და დაასტალკერები. თვითონ რაც მომიყვა, ეგ იყო საკმარისი. ეგრევე body language, აჰა, აგერ. აჰა. ჩაკეტა 1-5 გოგო. ოკეი, და რამდენი მყავდა ორაგი? სამი აბორტი. სამი რა? აბორტი. აბორტი. მაშინ რომ მომიყავი ხო გახსოვს? არც გახსოვს? ქუჩაში რო შევხვდით. აი, ვის უფრო მეტი ყოფილი ყავდა? მიდი თქვი, აი. ვიცი. არიცი? რომოდა, შენ იცი რამე მარიამის ყოფილ შეყვარებულებზე? ცირედი, არ ვიცი, ცოტა, არაფერი ისეთი. იმიტომ რომ ხო მართლა არ გაგვირჩევია ეგრე. არ ქონია ეგ საუბარი. არ ქონია ეგ საუბარი, რას ნიშნავს? ანუ შენ როგორ უკვეს ანასტაზიას ანუ ურთიერთობის ძალიან დიდი ნაწილი აქვს ამაში გატარებული. არა, შეიძლება რომ მე ძალიან დიდი ცხვირი მაქვს და სხვისი საქმე ძალიან მაინტერესებს, ამიტომ ჩემი ქმარისაც, რავი, ხო. გამოკვლეული გყავთ თქვენი ქმრის რა თქმა უნდა. რამდენი არის, რამდენი? რამდენი, ну, body count არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ ну ეს ადამიანური პრობლემის მოკლა ხო მაგაზე? body count. ხო, სოპრანო კი უყვარს მას და ხო, ანუ მე მგონია რომ მე მგონი პრობლემას ვამატებთ ახლა ვიდრე ვაგვარებთ. ხო, ანუ ლეპტოპი მაქვს წამოღებული, ჩაუჯდები. იცით როგორ არის? უბრალოდ მგონი რომ ყველა რაღაცა არასასიამოვნო ინფორმაცია რაც შეიძლება რომ ყოფილიყო, ანუ რატო მოშორდნენ რაღაცა, ჯობია რომ წინასწარ ილაპარაკოთ ამაზე, ვიდრე როცა უკვე დაკორწინებულები ხართ. ანუ ხტები და ანუ მაგალითად თქვენ ერთი აზრი თუ გაქვთ, მაგალითად თქვენი შვილი თუ იქნება გეი, რას შვებით? ანუ გვიხარია. ეს ყოფილების დასტაკვასთან როგორ დაკავშირდა? ანუ ყველა რავი. შეიძლება რომ შეხვარებული ქართულად რა კარგია შეხვარებული, არ აქვს სქესი. შეხვარებული. სლოვარაკო. რა გინდა? სადღაც არის ანასტასია დაბრუნდება ალბათ ერთ-ორ წუთში. მაგ სამყაროდან. მე ძალიან მომეწონა რომ მარიამმა თქვა გვიხარია და რომა წეოდა მიკროფონს. მე მგონი ეგ არის. აი, ვაჩუქოთ ამ ხალხს აჩუქარი? თუ ამათ ჩუქნით თუ არა? საჩუქარი ექსტრა ჯისგან. მინდა განახო რა არის და მგონი რომ ძალიან კარგი ახსნა არის ამ ყველაფრის. მინდა გითხრათ რომ ყველაფერი მეგულება არის ექსტრას ახალი რუბრიკა არ ვიცი როგორ დავარქვათ, მაგრამ აქვს ეგეთი ძალიან კარგი ვარსკვლავი ხუთების დასახსმელი, ანუ რომ მარტივად რომ გახსნათ ხუთი, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ორი სამი. რამოდენიმე მოკლედ ნიფტი. ერთი არის ეს ამათი არ არის. როგორ არა? ზონისე აგროვებს და არის? მოკლედ, აქ გვაქვს ბლოკნოტი. და მე მგონი თქვენ შეგიძლიათ ამ ბლოკნოტში სია გააკეთოთ. ყველანაირი რაღაცა რაც არ მოგეცონათ. არა, ზოგადად მგონი რომ თერაპიისთვის კარგია, რომ დაწეროთ რაღაცები, რაც შეიძლება რომ თქვენი კარგი მომენტებიც დაწეროთ. კი, ცოტა პატარა, მაგრამ რა ვიცი. და კიდე გვაქვს ძალიან ეს არის ყოფილებისთვის უკვე რომ ჩამოწეროთ ყოფილები. ახლა ეს პაზლია, ბოდიში. ხო, და ეს არის პაზლი და მგონი რომ ძალიან კარგი რომ Made in Italy-თან, ნახე? იტალიური არის. და თან წერი აქვს stay weird და მგონი რომ ეს კარგი სურვილი. ხო. გილოცავთ. ზო, მადლობა უმეტეს.
ყველაფერი გეგულებოდეთ მეგობრებო, მადლობა ჩვენი. არა იქ არა. ყველაფერი მეგულება მე. მე ნახეთ, ყველაფერი მეგულება და მე კიდე ერთი გული მაქვს, იმიტომ რომ ადგილი არ მყოფნის ჩემ გულში. აი, სიყვარულის. შვენიერი წვლილი იყო ჩემ. ექსტრა ჯიზე ფასტეკლები იქნება მალე. მე მეუნები ხო პირადად. ამერაში თქვენც იცოდეთ. ესე იგი, ექსტრა ჯიზე უნდა შეხვიდეთ, მონიშნოთ რაც გინდათ, დააგულოთ და მე ამ დაგულებულ ნივთებზე ერთ ჯადოსნურ დღეს გექნებათ ფასტეკლება. დაში მეგობრებო. ონის რატო გაკომპლექსებთ? მოდი ხო. მოიცა, შეიძლება ხო არა. მომწონსო, ონისე მომწონსო. ჩართოთ თუ შეიძლება? არა. დაჩ, აჰა. და აი ახლოს მეიტანეთ ვირთან. ვითომ ონისე, never mind. ვითომ ონისეს ფეხის ნეკათითია. და აქეთ თქვენი ფეხით ხურძენ საჭმევთ ესე. აუ ღმერთო ჩემო ეგ რო ნახო. თუ გინდა მოუკვდე მეორედ ესე. ხალხს უნდა მესმოდ. ეხლა აქ რო აი ახლოს მეიტანეთ ვირთან მართლა. აქ რო ამოხედეთ ახლა ცოტა არ მოგეშვათ? ლოგიკურია ხო პრო. რანაირად? ნერვი უღებს შეჭმა. ყველაფერს მოვაგვარებ. თქვენ რა ქვიათ? ხათია. ხათია. და რას საქმიანობთ? ოკეი, თუ არ გინდათ, თუ რამე არალეგალური? მუშაობ სოხიშვილების ანსამბლში. ანუ ხო, ნინო სოხიშვილის მოადგილე. ნინო სოხიშვილის მოადგილე. თქვენ იღავით ცინა ჩაწერაზეც, ხო? აჰა. ეს არის ამ ადამიანის ბნელი მხარე, იმიტომ რომ ცინა ჩაწერაზე აქ. დიახ. კი, ნინო ძალიან კარგი ქალია. ეხა ონისე. მეგზე გაიხადეშ. ძალიან სამართლო რემარკები გქონდათ ნინოზე და მხოლოდ მაგითო ჩავერთე. არ არის ეგეთი მკაცრი ბრაზიანი, როგორც იმ ვიდეოში ჩანს თქო. არ და ელექტროშოკი რო აქ ხა აქ დამაგრებული და ნინოს რო ახსენებს რო უწავს. ცოტა ახლა აი მთლიანად გქონდეთ მთელი ამ აქ ყოფნა. ტუტორიალად გადაიქცა ეს. თუ შეიძლება აი ხო ორივე ონისესთან ერთი დაგჭირდებათ მარტო ამიტომ ერთი რო დამეთესო. და მაინტერესებს პირველად სად ნახეთ ონისე? ანუ რავი TikTok, Instagram რაღაცებში. აი ნუ აკეთებს გომი TikTok-ი რიცებში ნახე ანუ. რაღაც მოუჭრო დაეძინოს. კი არა, მაგრამ შეყვარებული. კი კი არა, გასაგებია მოგწონს ონისე, ეგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წესით. მან რაც მინდა ისეთი რომ ვიკითხო. ხო, მიდი შენ აბოზარო, მიდი. შეჩემო რა იყო? მიდი. დავიდან რა თქვით, თქვენი პრობლემა რა არის? გრამატიკული გრამატნაცი ხარ. grammar freak ვარ, მართლა. პერფექციონიზმი. და შეყვარებული ყავთ თუ არა, ეხლა არ მყავს, მაგრამ მე მგონი რომ არა, ეგ მაგასთან კავშირში არ არის. ანუ არავინ, ვინც არ უნდა მეკონტაქტოს, თუ გრამატიკულ შეცდომებს უშვებს, უბრალოდ ნუ ვერც ვაგრძელებ ამ ერთად. მართლა წერს რაღაცა ცუდად, როგორ კარგად ან რაღაცა შეურაცხყოფა ისერება ვინც არ უნდა იყოს აღარ მომწონს, ანუ და მიუღებელია. სამწუხარო სად შოულობთ ეგეთ შეყვარებულებს? თვითონ მეწარები. ანუ
რავი, ხო, ეგებ ბიბლიოთეკაში აროთ მაგალითად და მან შეიძლება რომ ოდნავ უფრო კარგად კითხულობენ და წერენ ვიდრე აი თქვენ რამდენი ხო რამდენი წლის ხართ? რა კითხვა? აი ნუ ხო ვერ გავიგე. რომელ ხუთეულში ხართ მაშინ? მოკლედ ჯენზი არ ვარ, ცხადია და მილენიალი ვარ. მილენიალი ხარ. რომელიც არის სადღაც 30 წლის რეინჯი. შინაგანად ჯენზი ვარ. შინაგანა ჯეიზი, ხო, ჯეიზი არა. მინდა ვიყო თუ მე ашკარად ვარ უკვე ბუმერი მგონი. 28 წლის აი ზემოთ. რამდენის გონი ვარ. არ ვიცი. არ მინდა რომ დაახლოებით 35. მაგარი დამა მოგწონთ 35-ის ზემოთ და მოგწონთ 26 წლის ბიჭები. 26 წლის კომიკოსი ბიჭები. არანაირი სუდრის ახლები ონისის მიმართ არ მაქვს. უბრალოდ მომწონს ესე რაღაცა. მისი იუმორი, რაღაცა. სუდის რახლები არ აქვს. ამოგებულები არაფერს არ ვუპირებ. ძალიან ვაიმე. მადლობა. მეგას გეფასები. რომ არაფერს არ ვუპირებ, მადლობა. რას უნდა ლიუჩი შესვლის აღარ შემეშინებოდა. სადარმოზე შევდივარ და ის კარი ხო არ მეპარება სადნე უკვე. ლიფტში რო ხარ. ზემოთ რო არის ეს. რაღაცა. ხატზე რო არის მიწებებული რომელიც. შესაწირყუცა. შესაწირხუცა. never mind, actually. მინდოდა მე გითხრა რომ თქვენი ყველაზე ახალგაზრდა შეხვედრილი რამდენი წლის იყო? 11-ის. 11-ის. ნუ, ოკეი. რამოდენიმე წელი და მადლობა ანასტასია. ეგ რამოდენიმე წელი ხო მეც მომემატება, ამიტომ მაგ არა, თქვენ არ იმაში არ ჩემი აზრით 19-ის მერე არ შეცდოხართ. ონისეს აზრით უბრალოდ. ნინოს არ აქვს ხოლმე გრამატიკული შეცდომები, როცა უყვირის და ესვრის ნივთებს ადამიანებს. ხო, მაგრამ ხო ნინო ხო არ არის რაღაც ჩემთვის ანუ ჩემთვის საინტერესო რომ პარტნიორ თვალსაზრისით. მეგონებით რომ ბიჭების მიმართ მაქვს განცდა თქო. თორე, ქალები იყვნენ გაუნათლებლები, არა. მე და თქვენ თუ მეგობრობთ, როგორც ამ შეგეშალოთ, რაღაცა არასწორად დაწეროთ, არ არის პრობლემა, მაგრამ თუ ონის მაშინ აი რამდენი პატიება შეგიძლიათ მაგალითად, აი ძიმე რო არ დასვას ოკეი. ხო და ძიმე და წერტილი და მაგრამ ის ძიმეში კი არ არის პრობლემა. აი ნახეთ, კარგად ვარ თუ მომწერ და რამდენჯერმე. ჯამრთველი იყავი რო გეუბნები. ხო, ან რაღაცა შეურაცხყოფას ნუ მაყენებ და არა შეურაცხყოფ. აი ეგეთ რაღაცა რამეს მოიჭიდეთ. რეამინაცია რაღაცა იგი ყდება მოსილიო ამასინეთ ვიღაცა დაწერე ყდება მოსილი ქალი აი ყდება მოსილი ქალი რას ნიშნავს ამ ტიპის გრამატიკულ შეცდომებზე მაქვს გაწოლება ფრაგმენტებად გვესმის ისე აი არ მოხდა არ ვარ მიჩვეული ამ მიკროფონს შენ ვისი ხათია და მაინტერესებს ის ბიჭი რომელიც ცუდად წერს როგორია? ანუ როგორ ბიჭი ვინმე კონკრეტული კი არ არის. ნუ ოკეი, whatever. ზოგადი. ჩვენი სახელია ლეგიონი. whatever, გიორგი მაგალითად რომ თქვენ პაიმანზე იყავით, მოგეწონათ, კარგად იყო. სავალ პაიმანზე, ანუ თუ ეგრემ წერს თქო. თუ ეგრემ დაგირეკავს. რო დაგირეკოს და ვისები რო შეგიგდოს. ეხლა გულისხმობდი იმ ბიჭებს, ვინც უბრალოდ რაღაცა უცებ ჰოპ ამოხტება რაღაცა ინბოქსში. ტექსტებით, თორე ხო ვისაც ვიცნობ
თქვენ აუცილებლად ინანებთ ხოლმე ამ ყველაფერს. დაწუნებული ვარ. მაგრამ მე პირადად გვირდებით რომ რაღაცას დავჭრით. რეალურად ხო რაღაცას მიანიშნებს ეს ყველაფერი. თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს. არა მარტო ჩემზე. ხო, კაი, როგორი მამაკაცები მოხსოთ, რომლებიც წერენ კარგად. მერე კიდე ერთი რო წერენ კარგად. მე ჩავიწერ ექსტრას ბლოკნოტში. შენ ისედაც მოწო, რა თქმა უნდა ჩაიწერო. ონისესნაირი კაცები, გავიგე. ონისე არის მაგალითად, როგორი, იუმორის ზომა უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა. რო ეძებთ პარტნიორს, რა? ერთი. არ ეძებს. თუ ეძებს. თუ ეძებს. არ და თუ არ ეძებთ, მაშინ რატო წერთ რაღაც ბიჭებს? რაზე დააშეიმინა დამოღამე? ეგეთ კრიტერიუმები არა მაქვს ახლა მაინდა-მაინც. სხეული რაღაც. რო გქონდეს. ხორცი. სხეული რო გქონდეს. მან რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები არა. მაშინ შენი ეს სტუმარი იყავით მართლა. ეს თქვენ ექსტრა ჯისგან. უკადა ლილე, ხო? კი ბატონო. როგორ ურთიერთობაში ხართ? ცოლ-ქმარი ხართ, შეყვარებულები თუ შეყვარებულები? ხო? რამდენი ხანი არის? ხო, რას? ხო შევთანხმდით გუშინ. ხო დაგაფიცე ყველაფერი. ხო ვირეპეტიციეთ პანჩენი თერაპიისთვის. რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? მე-4 წელია. მე-4 წელი. რა პრობლემა გაქვთ? ჩვენი მთავარი პრობლემა ალბათ არის ის, რომ ძალიან კომფორტულად ვართ ერთად და გარეთ აღარ გავდივართ ხოლმე ხშირად. ვაუ. რამდენი ხანია რაც ეგრე ხართ უკვე? 3 წელი. ეს დღეს გამოხედით? ბოლო 6 თვეში პირველად. არც გვიფიქრია რომ ამოვსულიყავით, ხა დიდი დავა გქონდა. ამ ურთიერთობამდე ეგეთი ადამიანები იყავით, ცალ-ცალკეც რომ სახში უფრო კომფორტულად იყავით, არა იმხობდით თავზე ყველაფერს და მე უნდა დავждეთ ახლა. ხო? ეგ მოხდა? ხო. მე რამდენად ნანობთ მაგას. კომფორტი კარგია. ანუ მაგიტო აღარ გავდივართ ალბათ არსად და ესეც პირველია, რაც დიდი ხანი არ ყოფილვართ, მოკლედ არსად ეს ერთი. სახში რა შვებით ხო? მე ძირითადად ბავშვების ტუალეტში გავალეზე მიდია. ყველაფერი მაქვს, არ შემოწუხო. გაზეთები, ტუალეტი მაწონი. ძირითადად ან ვიდეო თამაშობ ხოლმე ლილე ხატავს. კითხულობ. არა გაქვთ ხო მაგაზე პრობლემა რომ ვიდეო თამაშობს თამაში ხო თავიდან ცოტა თავიდან ცოტა კი სალამ ხატვას სიგონებს ახლა თვითონ არა როცა Red Dead Redemption 2 აღმოვაჩინე bro კი კადო ცოტა ხანს ხორებაზე უარი განვაცხადე სადაც თვე ნახევარი 2 თვე ალბათ რაღაც უცნაური აქცენტით მოპარაკობდი ლილე ეს რო თამაშობს ხოლმე მოწყვეტილი არის გარე სამყაროს ანუ რაღაცას რო ეკითხები არ კვასუხობს თუ როგორ ერთი წუთი ასე მეტყვის და ჩართულია და ის ერთი წუთი რამდენი ხანი გრძელდება არავინ არ იცის და ამ დროს შენ რაღაც ამოტრიალებულ ჯვრებს ხატავ ხო გაბოროტებული კატებს და ვერ ჩერდება წვეტები ვარ დამტრეული ყველა სისხლი რო ჩამოსდის უკვე ჩემი ვუდუთ ხოჭინა ანუ ხატვა მაგის გამო დაიწყე თუ აქამდე მარტოობამ დამოდა რამდენი ნახატი გაქვს სადაც გიორგი კერდ რა ქვია ლუკა სადაც ლუკა თამაშობს ლუკას ჯვავს სატანა და სისხლები აქვს PlayStation-ი აქვს თავზე მიჭედებული რამდენი ლუკა დაგიხატავს რაღაცეებში იმაშოვა აქსოს და მაინტერესებს ანუ რომ დაგეგმოთ დღეს რა მოხდა დღეს რომ აქ ხართ სპონტანურად გადავწყვიტეთ უბრალოდ რომ ლილე შეხვდა თქვენი ბილეთები და მოდი წავიდეთ punchline თერაპიაზე იმიტომ რომ TikTok-ზე, Instagram-ზე ხშირად გიყურავთ ხოლმე და მეთქი why not შენი ღვირე HD-დებოდი ესე ტელევიზორს ხო რაღაცა იმას თამაშობდი ალბათ Payday-ს ან რამე ეგეთ და
და why not ძალიან კარგი მიდგომა ესე თქვა ეგეთ რაღაცებზე და სხვა რაღაცებზე რო სწადოთ ეგ გვეზარება. მაგრამ გაწუხებთ ხო რეალურად? ხო, იმიტომ რომ აქტივობა, ეგეთი აქტივობა ურთიერთობისთვისაც კარგია, რომ რაღაცა ესეთ თავგადასავლებს ეხლა თავგადასავლე, იმიტომ რომ მიკროფონი გამივარდება ხელიდან, ისე ვერ ვიღო. კაი, გავხსნე. ხო, რა. ცოტა ხანი შენ დაიჭირე, თორე ეს ლილე შენ სულს ღაფავს მე მგონი. ლილე შენი აზრი მაინტერესებს და შენ ლუდი ხო არ გინდა ლუკა? ჭაჭა არ გაქვთ. რამე ბენზინი. ლილე. ლუდი. ქალს არ უნდა კაც. ლილე მაინტერესებს შენი აზრი შენ ლუკა რო ბევრი თამაშობს შენ დადიხარ სადმე მეგობრებთან ერთად თუ ალბათ უფრო მაინც ლუკა გადის ხოლმე სახლიდან, იმიტომ რომ მე თან სახლიდან ვმუშაობ და თან ის განშტოებაც აქვს ჩვენ პრობლემას, რომ მეგობრები ჩვენთან მოდიან ხოლმე უფრო ხშირად და მე შეჩვეულები რო ვართ ამ კომფორტს, მაინც კიდე უფრო გვეზარება ხოლმე. ნუ რა სადღაც თვეში 3-4 ჯერ თუ გავალთ ხოლმე ალბათ ესე. ნიკორაში, სადაც. მაღაზიაში წავჭავდი რომ ხოლმე ლუკა ჩედი. და ლუკა შენ სად მუშაობ? Bravo Records-ში, გამხმოვანებელი. კენი, აბა კენი. არა. არა, მართლა მაინტერესებს. რამე სპეციფიური ხმა გაქვს იმ როლში რო შედიხარ თუ მაგ ხმით ლაპარაკობ? ძირითადად ამ ხმით, მაგრამ პერსონაჟს გაარჩნია. ალბათ ვინ გახმოვანე ბოლოს ისეთი რა, ცოტა. სტიჩს აკეთებს, მაგრამ თუ უთხარით და გას. სტიჩი. ჩემი მენეჯერ სტიჩს აკეთებს თან კარგად. სტიჩი გააკეთე. ეს ღილი შეიხსენე. ეხა იგი დაგედრო დადის. სველი ტილო. 2 საათი რო თამაშობს და წემზადება. მიდი. კაი, სტიჩი ბევრი ლაპარაკი კარში. უნდა სალაკისტა. მაგას მიხია პლუს. ლილე გასაგებია ჩემთვის ყველაფერი რატო გადაწყვეტე ლუკასთან ურთიერთობა. ძალიან რა შექშურდა. სექსის დროს არ აკეთებ ხოლმე რაღაცებს, ეგეც. შრეკი. ის რო ეუბნე, შრეკი კენი. მე რო თავწმანა შრეკი. მიდი იყვირე. ვინმე ცნობილი ცოცხალი ადამიანი, მსახიობი ვინ გაგიხმოვანა? რაიან რეინოლდსი ძირითადად. ნიშა გაქვს შენი ეს? ხო. რაიან რეინოლდსოლოგი ხარ? ხო, რაღაცა ეგეთი, როგორც მე მგონი სხვადასხვა არის წესი, რომ შენ თუ ერთხელ გააკეთებ როლს, ანუ მე სულ ანუ რაიან რეინოლდსის დანარჩენ ფილმებში შენ ხარ, მოკლედ. ძირითადად ეგრე. ნანობ მაგას ახლა რო ეს რატო ავირჩი ეს რაიან რეინოლდსიო? არა, სტიჩი რო გავაკეთე მაგას ვანობ ახლა. არა, სამშვენიერი იყო მათ. ძალიან კარგი იყო. დასვევდა. რამდენიერი სტიჩის პაროდია მომისმენია, მაგრამ ეს ყველაზე კაი იყო. ანუ ოფიციალურად შენ იყავი? Yes. ვაუ. იცი რა მაინტერესებს? იცით უფრო სწორად რა მაინტერესებს? თქვენ ამბობთ, რომ ძალიან კომფორტულია თქვენთვის, ანუ მეგობრები მოდიან თქვენთან და ნუ გართობით სახში, არ ვიცი, რასაც აკეთებთ, მაგრამ whatever, ორგიასაც რატომაც არა. მაგრამ რატო თქვენ თვლით ახლა რომ ეს არის პრობლემა რომ არ დადიხართ? ხო, უბრალოდ თითქოს ჩვენზე ინდივიდუალურად უფრო მოქმედებს მე ეგ რაღაცა თითქოს მოსაწყენი ადამიანები ვხდებით მე ერთმანეთის ან მე ეგ თითქოს არა უეჭველი ხო მართლა იმიტომ რომ არა იმიტომ თქვენ კი არ ვამბობ რომ მოსაწყენს რას ლაპარაკ მაგრამ იმას გულისხმობ რომ პიროვნულად ცალ-ცალკე უნდა განვითარდეთ ჩემი აზრით და მე უფრო ავსებთ ერთმანეთს არა ეგრე არ არის ხო და რო დავგეგმოთ რაღაცები წინასწარ და მე რო უარს არ თქვათ ისე თქვათ ანუ რო ორ კვირაში ჩვენ ვაკეთებთ მას ხომ ხართ თანახმად და ესე რო დავგეგმოთ რატო არ გამოგდის თუ როგორ არის რაღაცა ალბათ ძალიან კარგი უნდა იყოს რო არ დაგვეზაროს რო წავიდეთ მაგალითად როგორც დღეს რომ მოვიდით აქ ამ ძალიან გვისწორდებოდა და ვფიქრობდით მაგაზე რომ ანუ ხო აგედგა
ირაკლი. ამედგა. არ ვიცი როგორ არის ქართულად უბრალოდ, მაგრამ. აი, არიცი. ოკეი, და ცალკე მეგობრები ყავთ, ანუ არა ერთიანი. ანუ ვინც არის ერთიანი ნაციონალური მეგობრების გარდა. ანუ არა, რომ მაგალითად ლუკა რო ყავდეს თავისი მეგობრები თავისთვის, ანუ რაღაცა და ლილე რო ყავდეს თავისი მეგობრები. კი. ლილე ხომ ხარ კარგად ისე რომ კი ყავს, მაგრამ ეხლა ნუ 3 წელი ეს ერთად რო ვცხოვრობ და თან სახლიდან არ გავდივართ. გაერთიანდნენ ეს მეგობრებიც და საერთო მეგობრები უფრო არიან. ნუ ცალ-ცალკეც ესე პაჭაპუჭა მეგობრები ყავს. ვაიმე. Excuse me? პაჭაპუჭა მეგობრები. აუ, ხო, პაჭაპუჭა მეგობრები. ანუ მე ეგრევე რაღაცა ცუდად შენ ერზე რას ნიშნავს პაჭა? მაინტერესებს შენი ასოციაციური გონება როგორ მუშაობს? არა მგონია რა არის პაჭაპუჭა მეგობრები? პაჭაპუჭა თვითონ ხმა რას გეუბნება? ხო რაღაცა ფუსის ამბავია. არ არის ყველაფერი ფუსის და დიკის ამბავი. სხვა რაღაცები სამყაროში. პაჭაპუჭა არ გავს. პაჭაპუჭა როგორ არის? მოიცა მეგრულად როგორ არის? ჭყიმი ჭყურო, ჭყიმი? ჩური. ნუ ოკეი. ჩური, პაჭაპუჭი. ნუ რაღაცა არა, უბრალოდ თანხმოვნები არის ორივეგან. სხვა საერთო არ აქვს მაგებს. რავი, ხო. ნუ ჩვენ გინდა გაპუჭებული twin-ი მაქვს, რა ვქნა? ხო და იმაზე პაჭაპუჭა რას ნიშნავს ეხლა მიხსენ? ეგ არის. ფუსი ხო, ეგრე. ფუსი მეგობრები ხო შეგვიძლია ეგრე დავარქვით. და ახლა მე No, okay, never mind. რა ხდება? მე მქონია მეგობრობ ეგეთ ადამიანებთან, რომლებიც სხვათა შორის დაახლოებით თქვენაირი ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან საყვარლობა იყო ხოლმე რომ მივდიოდით მესე მეგობრები ძირითადად სახში იყვნენ ხოლმე ან რაღაც სამუშაო იქით-აქეთ, მაგრამ ნუ სულ სახში იყვნენ რა. იშვიათად თუ ხვდებოდით სადმე სხვაგან. მაგრამ მე ესეც როგორ სრულდება ეს ისტორია? რაღაც ისე დაიწყე. ბავშვით სრულდება, ანუ ბავშვი ეყოლათ და რაღაც პონჩი ნახე იმას როგორ უნდა მინი. რაღაც პონჩი შეცვალა მაგან ჩემ მეგობრების ცხოვრება, იმიტომ რომ უფრო მეტად სოციალურები გახდნენ, ასე ვთქვათ რა. რაღაც მოუწიათ უფრო მეტი მუშაობა, აქედან გამომდინარე უფრო რაღაცა ენერგიაზე უნდა ყოფილიყვნენ. და ბავშვზე რამდენად სერიოზულად ფიქრობთ? საკმაოდ. საუბრობთ ხოლმე ამაზე? კი. ცდილობთ. ჩალიჩობენ. ანუ პროცესი ხართ გაკეთების პროცესში თუ? ოვულაციაზე იკითხები ახლა? ოვულაციაზე ხო. ოვულაცია ქვია ეგ. შეგვიძლია ვთქვათ რომ კი. შენი აზრით და ლილე შენ რას გვეთქვა? ჯერა. ლუკა ხო იცი რა სპეციალური დრო უნდა იყოს? შვილი რა გაროჩენა. არა, რამდენი ის ხართ? მე 28-ის. რას გატყუებ ხოლმე 28-ის? ლილე შენ? 26-ის. 26. ნუ ოკეი. და არ ხართ ეგეთი. არა ხო, ანუ მე იმიტომ არ მომიყვანია ეგ მაგალითი რომ ეგრევე რაღაცა ბავშვი უნდა გააჩინოთ. ანუ რაღაც პერიოდი დადგა როცა გაუჩნდათ იმ ჩემ მეგობრებზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ჩემი საკითხი არის, რატო ჯერ ხო, ნუ ზოგადად ჩვენ ვამბობთ რომ boyfriend, girlfriend, მერე კორწილი, მერე ბავშვი და კორწილი ამ იმაში სად წავიდა? ანუ საერთოდ რო ქმარი, ცოლ-ქმარი რო გახდეთ, რატო? ალბათ ფინანსურ მდგომარეობასთან არის ეგ უფრო დაკავშირებული. ამიტომ ეს ტიჩის პაროდი დაგემშვიდობებით. ხო. ხო, ნუ მაგით რო შოულობ ფულს ცოტა. ანუ მაგრამ თქვენ მაინც თუ ცხოვრობთ ერთად რა, ჩემი ცხოვრება მაგალითად არანაირად ვერ შეიცვალა, რომ გავხდი ვიღაცის ცოლი. და ანუ ვიღაცის რა ჩემი ქმრის ბიჭო, იმიტომ რომ ფული ქონდა შენ ქმარს და შენს გაქვს. ანუ კაცი ამბობს რომ არა, მაგრამ ოკეი, მაგრამ რეალურად ქორწილი შეიძლება იყოს თქვენ ძალიან ანუ რაღაცა ცოტა ფული შეიძლება. ორი კაცი. შეგიძლია შამპანურისის ჩამოაცვათ იცი. ეს მისაღებია. ხო? თავი აქ. სულ რატო ვარ ეგეთი აქცენტი არ მესმის? არის ძენი დრო.
აუ სხვადასხვის მივხვდი რომ მე მგონი მაზოხისტი ვარ, იმიტომ რომ თქვენ სულ რაღაცა გადავწევს. ხოდა მე მაინც აქ ვარ და ძალიან მომწონს. აგერია. მოკლედ ხო, მე მგონი დიდი პრობლემა ეგ არ არის, მაგრამ არასასიამ რას თქვა ძალიან სწორი იყო, რომ რაღაც გეგმები რომ შეადგინოთ ხოლმე რა, აი რაღაცა ერთი თვის გეგმა გაქვს და უნდა შეასრულოთ რა, ეს რაღაც ბუღალტერიის პონჩი. და გაქვთ ესე იგი 3 ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ და გეგმების ჩამოსაწერად. ვაუ! მეც რაღაცაზე თქვით why not და იყოთ როგორც ჯიმ კერი იმ ფილმიდან Yes Man. დიახ. ვაუ. Wow, hello. გამარჯობა. გაქვია? თამრო. რამდენი წლის ხარ და რა საქმიანობ? 23 წლის ვარ, კოპირაიტერი. რა არსებობენ მეორე კოპირაიტერები ანასტასია. და რა პრობლემა გაქვს? რამდენიმე პრობლემა მაქვს. პირველი ალბათ ის რომ ფეხსაცმელებზე მაქვს ობსესია. ხო, შემიძლია რომ 3 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდო და მე მთელი თვე ვიშიმშილო. მაგრამ მენტალურად მჭირდება რომ ფეხსაცმელი ვიყიდო. ეს მარტო ფეხსაცმელზე გაქვთ და ზოგადად ანსაცმლის ის არის? არა, ფეხსაცმელზე. დღეს უბრალოდ გვიან გავიღუძეთ რომ მივდიოდი რომ მეყიდა ახალი წყვილი. ვაუ, ერთი დამოკიდებული ხარ ფეხსაცმელებზე? ხო, კაიდა. და პრობლემა იმაშია რომ ბევრი ფული გეხარჯება? კი, და თან პრობლემა ის არის რომ ისეთ ფეხსაცმელს ვყიდულობ რომ მაქსიმუმ 1 კვირაში მიფუჭდება. ფეხი თუ? რა კითხე? ფეხსაცმელი. ფეხი გიფუჭდება? ფეხსაცმელი თვითონ. ფეხსაცმელი ფუჭდება. ოკეი. და რა დადიხარ მეორადებში? სხვაგან როცა მე პირიქით ეგ მინდოდა მერჩა რომ მეორადებში იაროს და იყიდოს 10 400 ლარად. აუ, პირიქით მე ვფიქრობ რომ უნდა გაყიდოს მერე თავის. თან food fetish არის ძალიან მაღალ დონეზე ახლა და მგონი რომ ძალიან მაღალ რეკორდულ დონეზეა food fetish 2024 წლის food fetish.com-ის სტატისტიკიდან გამომდინარე. არა, მართლა. სტატისტიკა. ოკეი. და რა საიდან გაიგე რომ food fetish არის ზენიტში. ზოგადად არა. ნუ არ ვიცი ინტერნეტიდან. და რას ურჩეო? რომ გაყიდოს, გაიყროს. ფეხსაცმელებზეა საუბარი, ფეხზე არ არის საუბარი, ფეხსაცმელებზეა ხო, საუბარი. მაგრამ შეიძლება რომ მერე გაყიდოს, რამე გააკეთოს იმ ფეხსაცმელში, არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი, მართლა. ოკეი, იცი რა მაინტერესებს? და რას გრძნობ, როცა ვყიდულობ ამ ფეხსაცმელებს? მგონია რომ პრობლემები მიგვარდება. აჰა, და 5 საათი. იმიტომ რომ ფეხები თბილად გაქვს. შეგიძლია. არა, იმიტომ ეს ფეხსაცმელები რო ვიყიდე, ეხლა აღარ მომწონს, ალბათ ეგეც პრობლემა. მაგრამ რო ვუყურავდი, ბედნიერი ვიყავი. თან ბედნიერება. რატო აი პრობლემა ვერ ხვდები რა? ანუ ყველას აქვს ეგეთი რაღაც. რა მითხო უნდა გაიბედნიერო თავი დედავატყნო, იმაში ცხოვრობს სამყაროში ადამიანი. ზოგი ფეხსაცმელს ყიდულობს, ზოგი PlayStation-ს თამაშობს. მადლობა ონისე. ხო, უბრალოდ იცი როგორ არის? მე მგონი რომ ეგ არის პრობლემა, როცა ვერ აკონტროლებ მას. ანუ კი შეგიძლია რომ იყიდო ხანდახან, მაგრამ როცა აი, წელიწადში რამდენი წუთი ყიდულობ? ანუ 365 თვეში რა? თვეში? ალბათ 10. თვეში არ თვეში 5. აი, მაშინ არა უშავს. მაშინ შებერე რა, თვეში 5 ხო ეს პრობლემაა. კაი და მე რას უშვები აგდებ? ფუჭდება ხო? არ ვაგდებ. ხო. იმ სანაგვესთან ტოვებ და მე 40 წლის ლოთი ხვდება ამ ფეხსაცმელში. ანუ ეს გაფუჭებული ფეხსაცმელები არის დახოვებული ესე კარადაში და ხო, ჩემი roommate მე მუქრება ყოველ დღე რომ გადამიყრის. უნდა ხო. კაი და რა ბავშვობაში ფეხსაცმელები ქონდა ბევრი არა. ანუ იცი რა მაინტერესებს, რატო ფეხსაცმელი და არა ზოგადად თანსაცმელიც მაგალითად? არ ვიცი. ანუ ფეხსაცმელზე არის რაღაცა. ნუ აი გეუბნებით, food fetish-ი არის ძალიან მაღალ დონეზე. არა, უყურებს ფეხებს და ძალიან უღარია. უყურებს ამ ფეხსაცმელით.
რავი? ანუ არც ერთი food fetish-ი არ არის იმითი რა ქვია ფეხსაცმლით. რატო? თან მეგონი შენ რა იცი? არა არის კი. food fetish-ის როგორ არა? კი არის. საკუთარი ფეხები არ უყვართ გონი. food fetish-ის? ნუ ანუ food fetish-ის საკუთარი ფეხებზე არ უდგება მე მგონი რა, ანუ სხვის ფეხებს უნდა უყუროს. ნებისმიერი ფეტიში შეიძლება რომ იყოს. არა, ხო. წაიკითხე ფეტიშებს. მე ჩაიგდე PDF-ს, კაიციგნი მაქვს. 300 გვერდიან მუშაობს ეგ. ხო, ჩემი მეგობრები ამ დამოკიდებულებას, ანუ ცხოვრებაში ამ ფეხსაცმელების მოვლენას, ჩემს ურთიერთობებსაც ადარებენ ხოლმე ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ ხო, ძალიან ესე გამოვიდა რომ მოკევადიანი ურთიერთობები მაქვს და როგორც ფეხსაცმელები? ხო. აჰა. და ეს არის შენი პრობლემა რეალურად. ანუ შენ როცა მივედი ამ პრობლემამ და შემოგაპარეთ. აჰა. კონექტ გრძელვადიანი ურთიერთობა, ისე ერთი მაინც? ხო, და ბოლოს ცოლი მოიყვანა და დაშორებულიყავით. ზეღმაჩთ. ანუ ურთიერთობაში იყავით და მაგ დროს მოიყვანა ცოლი? ხო, ეს გავაბუქენ, რომ დავშორდით მალევე. რამდენი ხანი იყავით ერთად? 3 თვე. ვაუ. და რამდენი ხანში მოიყვანა იმ ცოლი? მე დაბლოკილი მყავდა ყველგან და გვიან გავიგე, მაგრამ ახალი დაშორებულები ვიყავით 1 თვე. მეც. არა. სამთვეზე მეტი ოდესმე იყო ურთიერთობა? არა. ოკეი, ეს უბრალოდ რომ იცოდე, ეს გრძელვადიანი არ არის. ნუ მეგობრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მეგობრებთან კარგი ურთიერთობა. ეხლა წარმოიდგინე რომ შენი ფეხსაცმელი არის შენი მეგობარი. რაღაცა წყვილს რო იყიდი. ანუ არ შეგიყვარდეს ეგრევე რა. ხო ხტები, იმიტომ რომ ან მაგალითად უფრო ხარისხიანი რო იყიდო და 5 კი არ იყიდო 1 მაინც. მაგალითად, რამე ლიმიტი რო გაკეთო შენ თავში რო აი თვეში 2 მაგალითად. და სატყიდულობ თვეში 2 ფეხსაცმელი, თვეში 2 პარტნიორი. ანუ მაგამდე შეამცირებ. შენ ამბობ რომ უნდა გახდეს ბოზი? არ არის ეგ ბოზი. ხარისხიანი ფეხსაცმლის პოვნა უფრო ადვილი ალბათ. სად იცნობ ხოლმე ბიჭებს? ბოზობა? ვიდრე პარტნიორი. ვიდრე ხარისხიანი პარტნიორი. სად იცნობ ბიჭებს? თუ გოგოებს არ ვიცი, ფეხსაცმლის მაღაზიაში. ხო. აი მართალია, კარგი შეკითხვა. დეითინგ აპები ძირითადად. შევპირდები ხოლმე ჩემ თავს რომ წავშლი და აღარ გადმოწერ, მაგრამ ბოლოს. ხო და მაგაზეც დამოკიდებული ხო არ ხარ შენი აზრით? დეითინგ აპებზე შეიძლება. სვამ ისე. სვამ სასმელს. სასმელს სვამ. ეს გეკრეჭე. იჩხირავ. წამალი. აი, დალია. ბავშვობაში რაღაც ყურადღების პრობლემაც ხო არის, ხო? მაგალითად ბიჭების მხრიდან, ხო? ბიჭების, ხო? იყო? ანუ ნორმალური არის ახლა. არის სულ ყოველთვის რაღაცა სკოლაში 2 ის ნაბოზარი ლამაზი ქერა ბავშვი და დალში ყველა ერთმანეთზე ანძრევს, არა, ყველა მაგათზე ანძრევს. და it's okay, ხო, ყველა ეგრევე ვიყავით. ხო და ეგ მომენტი ხო არ არის მეთქი. ვფიქრობ, რომ არა, ხო და ის მომენტი ხო არ არის, რომ Q&A იქნება ბოლოს. შენ რო ურთიერთობაში ხავი, ისევ ბევრი ფეხსაცმელი ყიდულობდი? არა. ერთი წელია ეს ობსესიას დამეწყო. ოკეი, გასაგები. იცი რა, ირაკლის რჩევა ბოზობაზე არ არის ცუდი. მინდა გითხრათ. ეგ ირაკლის რჩევა არის. ვიფიქრებ. შენ რჩევა იყო ბოზობაზე. ნუ ოკეი, მაშინ ჩემი. რა რჩევა ვიცი. თავარი ხო შეძლებია. ანუ შეიძლება რომ ბევრი პული მოაგროვებ. ანუ იმის გამო რომ აღარ ყიდულობს, კი არა რომ იღებს. ნუ შეგიძლიათ. ვინ არის სინამდვილეში? კანონმდებლობის ხელში.
ჭარბებს იცი. თუ გინდა შესვენება გამოაცხადე. აი, მოკლედ, შენ როცა ურთიერთობაში იყავი, ეგეთი დამოკიდებული არ იყავი ამ ფეხსაცმელების კიდვაზე. ხო, ამიტომ კაი პარტნიორი უნდა იპოვო რა, ეგ არის. მე დავიწყებდი სერიოზულად დეითინგ აპლიკაციების საშლით რა. და აღარ დაინსტალირებთ. აღარ ამ სერიოზულად მომ ძალიან ცუდი არის. რატო? აი ნახე ის ლილე და ლუკა იპოვნიან. და ჩასდი სახში და რა, კაი რა მე რა. სტიჩ სახმოვანებს ტიპი და რა. ძავ თუ გინდა ეგეთი ურთიერთობა შებერე, მაგრამ თუ გინდა რამე კაი. აი რომა და ტეილორ სვიფტი დანია და ანუ სად უნდა გავიცნო მაშინ? აი სადად იხარ საერთოდ ზოგადად კვირის განმავლობაში საღამოობით რა აქტივობები გაქვს? თეატრში, სტენდაპზე, ბარში, ჯიმი მაგალითად ანუ სპორტ დარბაზი, ოკეი. ძალიან კარგი ადგილია სხვადასხვა. როგორც ჩანს ირაკლი არ დადის და ოკეი. კაი, დავიკლებ დამანებით თავი. ეს შენ ექსტრასგან ჩვენი სტუმარი იყავი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ამოხსნა ეგ იყო, ხო? ხო, დეითინგ აპლიკაციები წაშალე და მე მგონი მე დავაგდება რაღაცები. ოკეი, ჩვენი მადლობა უგურმესი.